ძალიან დიდი მადლობა. უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად ძალიან, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ემოციური, ფიზიკური და ყოველმხრივ დარტყმისა, რომელიც მიიღო სახალხო კრებამ, სახალხო კრებას ერთი წამითაც არ შეუწყვეტია მუშაობა. მე მოვისმინე სხვათა შორის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ესე ვთქვათ, პასუხისმგებლობის გრძნობა იმას ნიშნავს, რომ უნდა გაჩერდე ცოტა ხანი, ეთყობა დასასვენებლად უნდა წავსულიყავით მე და სახალხო კრების სხვა ლიდერები. რას ნიშნავს უნდა გაჩერდე? და ჩვენ რომ გავჩერებულიყავით, ან ნინო ბურჯანაძე რომ გაჩერებულიყო და ან დეპრესიაში ჩავარდნილიყო, როგორც ამას ხელისუფლების წარმომადგენლები ოცნებობენ და ან სადმე წავსულიყავი დასასვენებლად და იარების მოსაშუშებლად. იმ ადამიანებისთვის ვის უნდა მიეხედა მე, რომლებიც აბსოლუტურად უპატრონოთ იყვნენ ციხეში დაყრილები, რომლებსაც ადვოკატები ვერ პოულობდნენ, იმიტომ რომ ხან ერთი წინასწარი დაკავების იზოლატორში ყავდათ ხალხი და ხან მეორეში და დღე და ღამე ურტყამდნენ ყოველგვარი, ესე ვთქვათ, ადამიანური სიბრალულის გარეშე. ვის უნდა გაეწია ელემენტარული, თუნდაც ადამიანური და სულიერი მხარდაჭერა იმ ადამიანებისთვის, ვისაც სადაზღვეო კომპანიები ურცხვადეუბნებოდნენ, რომ არასანქციონირებულ მიტინგზე იყავი, იქ მიიღე დაზიანება და ჩვენ, ასე ვთქვათ, არანაირად არ დაგეხმარებით და იმ ექიმსაც კი არ გაპოვინინებ, რომელიც შეღავათიანი ფასით გიმკურნალებთო. ჩვენ რომ პასუხისმგებლობას არ ვგრძნობდეთ, დიახ, ჩვენ ახლა არ ვიქნებოდით ისე აქტიურად ჩართული ბრძოლაში, როგორც ვართ. და ბრიუსელში დერეფნებში კი არ ვირბენდი მე შეხვედრებზე. მართლაც შეიძლება მეთქვა, რომ იცით რამე ხა უნდა მოვიფიქრო, ნახო, ავწონო და ასე შემდეგ. ერთი წამით გაჩერებაც კი ეხლა არის ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ჩვენი ირწმუნეს. დიახ, ამ ადამიანებს სჭირდება თუნდაც სულიერი თანადგომა, თუმცა იმდენად ძლიერად არიან ყველანი, რომ აქეთ გვამხნევებენ სახალხო კრების ლიდერებს და მზად არიან ბრძოლისათვის. დიახ, საჭიროა 24 საათიანი მუშაობა იმისათვის, რომ სოფლიომ გაიგოს სიმართლე, რისთვის იბრძვის სახალხო კრება, ის ადამიანები, ვინც ასე უმოწყალოდ იქნენ, ასე ვთქვათ, დაჟილნი ხელისუფლების მხრიდან და რას წარმოადგენს დღეს ჩვენი ხელისუფლება. ჩვენ ამ ეტაპზე ზაფხულში, რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ ძირითადად რეორგანიზაციის მიმართულებით და ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება მანამ სანამ ცენტრალური ევროპული სტრუქტურები არ დაიწყებენ დასვენების რეჟიმში, ანუ საზაფხულო არდადეგების რეჟიმში არ გადავლენ, მანამ მე შევეცდები, რომ მაქსიმალურად მეტ ადამიანს შევხვდე, მაქსიმალურად მეტ ადამიანს მივაწოდო ინფორმაცია იმისათვის, რომ განსაკუთრებით სექტემბრიდან უკვე ამ ხელისუფლებამ მოიმკოს ის შედეგები, რაც მან დათესა 26 მაისს და მე ვპირდები მიხეილ სააკაშვილს, რაც არ უნდა ირბინოს ჩემს კვალდაკვალ ან ჩემს წინ ბრიუსელის, ვაშინგტონის თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის დედაქალაქში. ამას აუცილებლად გავაკეთებ და ის აუცილებლად მოიმკობს იმ შედეგს, რომელიც მან 26 მაისს დათესა. მას დაერქმევა ის სახელი, რასაც ის იმსახურებს. ევროპის ახალი დიქტატორის. აუცილებლად მე ამის პირობას ვაძლევ მიხეილ სააკაშვილს. და ბოლოს მინდა გითხრათ, როგორც ცნობილია, თქვენ კვლავ გეგმავთ ევროპაში გამგზავრებას, როდის და რა შეხვედრები იქნება თუ შეგიძლიათ? იცით რა, მე მიჭირს ახლა ზუსტად კონკრეტულად თქვენთვის ამ ვთქვათ გრაფიკის დასახელება, სიმართლე გითხრათ, სურვილი არა მაქვს, იმიტომ რომ ჩემი გამგზავრების დროს რატომღაც ძალიან დაინტერესდა ჩემი პასპორტით საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები და დაახლოებით 35 წუთის განმავლობაში ამოწმებდნენ, ასე ვთქვათ, პასპორტს. მე არ ვიცი ხა, არავის არაფერი არ მინდა დავაბრალო, მაგრამ ეს იყო სპეციალურად დაგეგმილი, რომ რეისზე დაგვიანებოდა. დიახ, აეროპორტში. ბატონო? დიახ, მას შემდეგ რაც თქვენ აეროპორტი დატოვეთ, სამწუხაროდ ვეღარ დაგიკავშირდით, რამდენიმე ჟურნალისტს ვთხოვეთ, მაესტრო მოასტრო მობრუნება. 35 წუთის განმავლობაში ჩემი პასპორტი ჰქონდა წაღებული დეპარტამენტის, ცვლის უფროს ალბათ ეხა ზუსტად არ ვიცი ვინ იყო, ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე. ამას შეესწრო სხვათა შორის გერმანიის საელჩოს თანამშრომელი, რომელიც ადრეც შეესწრო ამ უმსგავსობას აეროპორტში ჩემთან მიმართებაში და რომელმაც დამტრეული რუსულით, მაგრამ სწორედ რომ, ასე ვთქვათ, იქაური თანამშრომლების გასაგონად გამოხატა თავისი დამოკიდებულება და თქვა, რომ ეს არის ქართული დემოკრატიის ნამდვილი სახე და ის აუცილებლად მიწერდა
თავის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ ინციდენტთან დაკავშირებით და მე მადლობელი ვარ ამ ადამიანის, რომელიც 30 წუთის განმავლობაში იქვე მოშორებით იდგა და აკვირდებოდა განვითარებულ მოვლენებს. ესე რომ იმისათვის რომ წინასწარ არ მიიღონ ზომები ხელისუფლებამ იმ კაბინეტების კარების ჩასაკეტად, რომლის ჩაკეტვასაც მართალია ვერ ახერხებენ, მაგრამ ცდილობენ, ნება მომეცით, რომ წინასწარ ანონსი არ გავაკეთო ხოლმე ვიზიტებთან დაკავშირებით. ერთი რამ მინდა გითხრათ და საზოგადოება მინდა კარგად იცოდეს. ხელისუფლება ავრცელებს იმ ინფორმაციას, ეხლაც როცა წასული ვიყავი, პატიმრებთან შედიოდნენ და პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ აი ბურჯანაძე წავიდა, თქვენ მიგატოვათ, ეხლა ჩუმად ოჯახის წევრებს გაიყვანს, ტყუილია. არსად არ ვაპირებ წასვლას. დიდი ხნით, მოკლე დროით აუცილებლად წავალ, ვისთანაც ერთად საჭიროდ ჩავთვლი, მაგრამ ჩემი ოჯახის ნაწილი ყოველთვის იქნება საქართველოში და მე წავალ 2-3 დღით მაქსიმუმი და აუცილებლად ძალიან მოკლე პერიოდში დავბრუნდები. მე საგანგებოდ არ ვგეგმავ გრძელვადიან ტურნეს, ვგეგმავ აი ესე მოკლე გასვლას 2-3 დღიანს, იმიტომ რომ ქვეყანაში ჩემი ყოფნა არის მნიშვნელოვანი ჩვენი თანამოაზრეებისათვის. და არ მივცემ ნამდვილად ხელისუფლებას იმის შესაძლებლობას, რომ ადამიანები მოატყუოს და ჩაუნერგოს მათ უიმედობა. ერთი რამ მინდა ნამდვილად ვთქვა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ქვეყანას ძალიან რთული პერსპექტივა აქვს. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ძალიან აქტიურად არის დაკავებული იმით, რომ ყველა ის პრობლემა, რომელიც ქვეყანაში არის, გადააბრალოს სხვა სახელმწიფოებს ან გადააბრალოს შიდა მტრებს. ხა ამის მაგალითად თუნდაც ისკმარა გენიოსმა ბარამიძემ ხორცის გაძვირება ევროკავშირს რომ გადააბრალა, რასაც ავტომატურ რეჟიმში ევროკავშირის რეაქცია მოყვა. არა ძვირფასო თანამემამულენო. ის რომ თქვენ დღეს ხორცს ვერ ყიდულობთ, ამაში არაფერ შუაში ევროკავშირი არ არის და ამის თაობაზე ევროკავშირმა გააკეთა ძალიან ნათელი და ძალიან სერიოზული განცხადება. ამაში დამნაშავე არის ეს ხელისუფლება, რომელსაც აღარ ყოფნის ფული ვიღაცეების მოსასყიდად, თქვენთვის თვალების ასახვევად და ეხლა დაჭირდა რომ ბატონმა ჩოჩელმა გააკეთოს მონოპოლია ხორცის და შესაბამისად, ესე ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობის და სააკაშვილის პირად ყულაბაში მეტი ფული შეიტანოს. ეს არის ძალიან მარტივი. იცით რაშია საქმე? ეს არის ერთი ხა ბარამიძე რამდენად გააზრებულად არის ამის ნაწილი, ვერ გეტყვით ხა სიმართლე გითხრათ, დიდი გააზრებებით არასოდეს არ გამოირჩეოდა, მაგრამ რაც შეეხება თავად პოლიტიკას პირდაპირ შემიძლია გითხრათ. სამწუხაროა თუ გააზრებულად არის ამის ნაწილი, ჯობია რომ გაუაზრებლად იყოს. ხელისუფლებამ ძალიან თავისთვის ძალიან სწორი პიარ სტრატეგია და პოლიტიკა შეიმუშავა. ანუ ყველაფერი თუ რამე კეთდება, ეს არის სააკაშვილის დამსახურება და აქ არაფერ შუაში არ არის არც ევროკავშირი, არც ამერიკა, არც ქართველი ხალხი, მხოლოდ პირადად სააკაშვილის დამსახურება არის თუ ქვეყანაში რამე კეთდება კარგი. ისევე როგორც ბურჯანაძე არაფერ შუაში არ იყო თურმე არაფერ კარგთან ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამ პოლიციელებს ეთყობა ტვინი, ესე ვთქვათ, პოლიციელების დიდ ნაწილს საერთოდ გამოუშვათ და ვეღარ აზროვნებენ საერთოდ. თურმე კრიმინალებთან ბრძოლა, ქურდულ სამყაროსთან ბრძოლა, პოლიციის შესახებ კანონი, მათი ესე ვთქვათ, უზრუნველყოფა, ხელფასებით. ამას თურმე სააკაშვილი აკეთებდა ყველაფერს და ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო და ამას ხელს უშლიდა. და რატო ითმენდა მაშინ სააკაშვილი ამას, მე თუ ყველაფერს ხელს უშლიდი? ეგება უფრო სწრაფად წასულიყო რეფორმები. ტვინი გაანძრიეთ, თუ გაქვთ, რა თქმა უნდა. მე რა თქმა უნდა ეს ყველას არ ეხება, ეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც თვალდახუჭული და ყურდახუჭული მარტო სააკაშვილის მესიჯებს იღებს. იცით რა, ძალიან მარტივი რამ შეიმუშავა სქემა სააკაშვილმა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველაფერი კარგი არის მისი დამსახურება და ომის შემდეგ მიღებული მილიარდები თურმე პრაქტიკულად რომ გაყიდა აფხაზეთი და ოსეთი, ეს ციდან ჩამოგდებული ფული იყო და ჩვენი მეგობრები არაფერ შუაში არ არიან და თუ რამე ცუდი ხდება, ეს არის რუსეთის დამსახურება, საქართველოში რუსეთის აგენტების დამსახურება, ოპოზიციის დამსახურება, ეხლა თურმე ევროკავშირის დამსახურება და ბრალია ის, რომ ხორცი გაძვირდა ქვეყანაში. ნაგვის გადასახადი რომ ატულობს, ესეც ალბათ ევროკავშირის პრობლემა არის. სადაზღვევო კომპანიები რომ გაჭირვებულ ადამიანებს ანაზღაურებაზე ვარსეუბნებიან, ესეც თურმე ევროკავშირის ბრალია. სოფლის მეურნეობა რომ განადგურებულია და მინისტრი ყავს, რომელსაც გონია რომ დედალი და მამალი ძროხა არსებობს, ესეც თურმე ევროკავშირის ბრალია. იცით რა, რატომ არის ეს ძალიან მარტივი და კარგი სქემა?
იგივე იმ პოლიციელებისათვის, რომელიც ესე გამეტებით ურტყამდნენ ადამიანებს, მათ შორის ჩემი მეუღლის ობოლ 18 წლის ძმისშვილს, რომელზეც უთხრეს, რომ 18 წლის არც არის და ნუსცემთ და დედას ნუ შეაგინებთ, დედა და მამა ორივე გარდაცვლილი ყავსო. და რომელსაც ლამის წვივები დაუმტრიეს, მაგრამ დედის და მამის სული აგინეს. გარდაცვლილი დედის და მამის სული აგინეს 18 წლის ბავშვს. რა თქმა უნდა, ამ პოლიციელისთვის გაცილებით ადვილია თავის თავს უთხრას, რომ ამას აკეთებს იმ კრედიტის გამო კი არა, რომლითაც მაცივარი აქვს გამოტანილი ან მანქანის კრედიტს იხდის. არამედ თავის შულსაც უთხრას, რომ იცი რა, ესენი სახელმწიფოს მტრები არიან და რუსეთის აგენტები არიან და იმიტომ ვექცევი ესეო. ძალიან გაუმარტივა სააკაშვილმა საზოგადოებას გადაწყვეტილების მიღება და არჩევანის გაკეთება. ანუ უთხრა, რომ ვინც ჩემი წინააღმდეგია არის მტერი. საქართველოს მტერი, ჩემი კი არა და თუ შენ მას ებრძვი, შენ გეპატიება ყველაფერი. და იმ სუსტმა ადამიანებმა, რომლებსაც ურჩევნიათ, რომ თავისი სისუსტე დააბრალონ ვინმე სხვას და არა საკუთარ თავს, რა თქმა უნდა, ადვილად დაიჯერეს, რომ ყველაფერ უბედურებაში დამნაშავეა სხვა და რა თქმა უნდა, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე მიიღეს ის, რომ რუსთაველზე გამოსული 80 წლის ემირ ბურჯანაძე, 13 წლის პატარა ბიჭი, აღარაფერს ვამბობ ნინო ბურჯანაძეზე და სხვებზე, რომ თურმე ესენი ყველანი ამ ქვეყნის მტრები არიან. ნუ აკეთებთ ბიჭებო ამას. იმ კრედიტს სხვა ხელისუფლებას გადაგიხდით. ხელფას სხვა ხელისუფლებას მოგცემთ. ოღონდ არ მოგცემთ იმ დავალებას და არ გააჩერებს პოლიციაში იცით ვისაც შეუძლია რომ 18 წლის ობოლ ბავშვს გარდაცვლილი დედის და მამის სული შეაგინოს. მე არ მინდა რომ ქვეყანაში ესეთი ვითარება გაგრძელდეს. მე მინდა რომ პოლიციელმა თავისი საქმე გააკეთოს, კრედიტიც აიღოს და ის კრედიტიც გადაიხადოს, თავისი ცოლშვილი დასასვენებლათაც წაიყვანოს, მაგრამ სხვის ობოლ შვილს არ შეაფრთხოს და გარდაცვლილი დედა არ შეაგინოს. მე მგონი რომ თქვენც ასეთი ქვეყანა უნდა გინდოდეთ. ეხლა კიდევ რამდენიმე საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, სხვათა შორის მე გუში მქონდა ბატონ მურმან დუმბაძესთან შეხვედრა და ძალიან ძვირად დაუჯდება მიხეილ სააკაშვილს, რაც მურმან დუმბაძეს გაუკეთეს. იმიტომ რომ მე გადავეცი ევროპელებს ფოტოსურათები, სადაც ბატონი მურმან დუმბაძე გამოყავს სპეცნაზელებს რუსთაველის გამზირიდან აბსოლუტურად ესე ვთქვათ დაუშავებელი და მე არის უკვე ძალიან დიდი მადლობა წითელ ჯვარს, რომელმაც მიაკითხა რამდენიმე ადამიანს მიუხედავად იმისა, რომ წითელ ჯვარს არ უშვებდნენ, იმიტომ რომ ისე იყვნენ ადამიანები ნაცემი, რომ ამის დამალვა უნდოდა ხელისუფლებას, მაგრამ წითელ ჯვარს აქვს ზუსტი ანალიზი გაკეთებული იმისა, თუ როგორი სისასტიკით იყო მურმან დუმბაძე და სხვა პატიმრები ნაცემი. ეს ძალიან ძვირად დაუჯდება ხელისუფლებას გარწმუნებით. ეხა ის გამოკითხვის შედეგი, რომელიც სადღაც გამოქვეყნდა, ეს გრინბერგის და როზნერის. მე გთავაზობთ ჟურნალისტებს, იგივე ამერიკის შეერთებული შტატების საგადასახადო დეპარტამენტის ვებგვერდზე ნახოთ, ვისგან იღებს ბატონი გრინბერგი და როზნერის კომპანია, ეს კომპანია და ამ კომპანიაში მომუშავე ბატონები ოფიციალურად თანხას. ეს არის კომპანია ძალიან მაღალკვალიფიციური ნამდვილად, რომელიც მიხეილ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას დაქირავებული ყავს 2007 წლის ნოემბრის შემდეგ, რომელიც წელიწადში რამდენიმე მილიონს იღებს, 2007-ში იღებდა 3 მილიონს, ეხლა არ ვიცი რამდენს იღებს, ნაკლებს ნამდვილად არა. წელიწადში ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, ეხლა მე გეკითხებით, კომპანია, რომელიც იღებს ხელისუფლებას და პირდაპირ დაფინანსებას ამ სახელმწიფოს მართველი ელიტის მიერ, შეიძლება თუ არა იყოს მოყვანილი როგორც დამოუკიდებელი და ობიექტური კომპანია, რომელიც აწარმოებს გამოკითხვებს საქართველოში. და მე რამდენადაც ხვდები არც ერთმა არ დამისვით შეკითხვა ბატონი ნათელაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით, თუმცა ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. მე მინდა გითხრათ, რომ მართალია, მე ვეთანხმები იმას, რომ ამ ინიციატივას რა თქმა უნდა სამართლებრივი შედეგი არ მოყვება, იმიტომ რომ იმპიჩმენტის პროცედურა პარლამენტით უნდა ხორციელდებოდეს და სამწუხაროდ ჩვენ პარლამენტს ამის არც სურვილი და არც ძალა არ გააჩნია, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება.
და იმ პოლიტიკოსების გასაგონად, რომლებიც ამბობენ, რომ არ მოაწერენ თურმე ამას ხელს, იმიტომ რომ მას არ აქვს სამართლებრივი ძალა, მაშინ მინდა ვთქვა, რომ არც ერთ მათ განცხადებას სამართლებრივი ძალა არ აქვს. იმიტომ რომ არც ერთი იმ პოლიტიკოსის განცხადებას, რომელიც არ არის ხელისუფლებაში და რომელიც არ არის გამყარებული კანონით,